Podcast Point-ი წარმოგიდგენთ. ღიმილი არის ერთ-ერთი ძალიან ძლიერი არავერბალური კომუნიკაციის ფორმა. არ იყო ეს იყო რაღაც სინის ჩადგმა და მაგით თავდებოდა ყველაფერი. ჩვენ დღეს ციფრულ მედიცინაში ვმუშაობთ. სანამ რაღაცა სადღაც არ ხდება, მანამდე ვერ მივალ ხოლმე და ხვალზე გარაუშავს, ხვალზე გარაუშავს. ეს სტომატოლოგებს ძალიან არ მოგწონს. არასწორი თანკბილოა. როდესაც ღრმა თანკბილო აქვს პაციენტს, ის და გაცილებით სწრაფად ბერდება, ვიდრე იმ პაციენტს, რომელსაც აქვს ნორმალური თანკბილვა. არის ეს რეალობა? რომ ყოველთვის ამოსაღებია? არ არის ყოველთვის ანუ ამოსაღები. ერთი შიში გავანეიტრალებ. მე მინდა მაღალი კლასის იმპლანტი. ის ტრენდი რო ეხლა ამას პატარა გოგოები აკეთებენ, არის აბსოლუტურად მიუღებელი. მარტო ხეხვა ყოფნის კბილს დაცვისათვის. არ ყოფნის. კბილებს არ აზიანებს ბრეკეტები, კბილებს აზიანებს არასათანადო ჰიგიენა. იმპლანტი ხელოვნურია, მას კარიესი არ გაუჩნდება და განსაკუთრებული მოვლა არ ჭირდება. მითია თუ რეალობა? ის რო ჩავისვით იმპლანტი და ყველაფერი კარგად არის, ესე არ არის. ეგრეთ წოდებული ჰოლივუდური ღიმილი ხშირად ასოცირდება ვინირებასთან, ხო? თანამედროვე მსოფლიოს ტრენდი არის ზუსტად ეს, რომ იყო ბუნებრივი და არ გეტყობოდეს რა გაქვს გაკეთებული. ეპიზოდის პარტნიორია წყალი მთის. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. მოგესალმებით, როგორც ყოველთვის. Podcast-ი იწერება Podcast Point-ში, შესანიშნავ გარემოში. ვაგრძელებთ ჩვენს ეპიზოდებს. დღეს გვყავს ჩემი კოლეგა სტუმრად, ყველასათვის ცნობილი, საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე ექიმი, სტომატოლოგი, ორთოდონტი, ნინო ბერიძე. ნინო, მოგესალმები. მოგესალმებით, კოტე. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედი ჩვენთან. პროფესიულ თემებზე ვისაუბროთ ჩვენთან ერთად, მაყურებლისთვის საინტერესო თემებზე. ის, რაც აქტუალურია დღევანდელ სტომატოლოგიაში, ორთოდონტიაში და ჩვენთან ერთად გავიაროთ თანამედროვე მიმართულებები. რა ხდება დღეს? ეს თემა ძალიან ღია, ბევრი ლაპარაკობს, ბევრი პოდკასტებიც ეძღვნება, სამეცნიერო განცხადებებიც ეძღვნება, ისედაც პოპულარული თემა, მაგრამ მაინც ყოველთვის არსებობს ის, რაზედაც საუბარი შეიძლება, რაც მოაქვს დროს თანამედროვეობას და ყოველდღიურად ეს თემა ახლდება, ხო? აქვე მინდა გკითხო, როცა დაიწყე შენ 25 წელი გავიდა დაახლოებით, რაც აქტიურ კარიერაში მოღვაწეობ, ხო, სტომატოლოგიის მიმართულებით, ორთოდონტიის მიმართულებით, ხო? რა შეიცვალა ყველაზე მთავარი, რაც შენ გახარებს და ტექნოლოგიურად გადგება. აი ამ ხელად პერიოდში 25 წელი მედიცინისთვის საკმაოდ დიდი დრო. აი რა შეიცვალა ის, რაც შენ სიამოვნებს როგორც პროფესიონალს? პირველ რიგში მადლობა კოტე მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, სულ რჩება საკითხები, რაზეც პაციენტები დაობენ და საუბრობენ ხოლმე. სტომატოლოგიის ბოლო 20-25 წლის განვითარებას თუ გადავხედავთ, მინდა გითხრათ, რომ იმდენად აქტიურად განვითარდა და შეიცვალა, ვიდრე მანამდე მთელი ერთი საუკუნის განმავლობაში. ანუ სტომატოლოგია გახდა მთლიანად ტექნოლოგიური. ჩვენ დღეს ციფრულ მედიცინაში ვმუშაობთ და თუ გავიხსენებთ დაახლოებით 24 წლის წინ, როდესაც მე ვიწყებდი სტომატოლოგიურ კარიერას, მაშინ მაგალითად 3D ტექნოლოგიები საერთოდ არ არსებობდა. იყო 2D კვლევები და პაციენტის მკურნალობის დაგეგმარება დამოკიდებული იყო ექიმის ცოდნაზე, გამოცდილებაზე და ინტუიციაზე. ეხლა ყველაფერი შეიცვალა. ანუ 3D კვლევებს ვიყენებთ რადიოლოგიაში, კონსულტაციის შემდეგ ვახდენთ პირიზღრულ სკანირებას. კოტე, თუ გახსოვს, თუ განგიცდია შენ ესეთი პროცედურა თუ ჩაგიტარებია, ალბათ ყველას აქვს ჩატარებული ანაბეჭდების აღება. ესე როდესაც სილიკონის მასას პირიზღროში ათავსებენ. ძალიან არასასიამოვნო პროცედურა, გულისრევის შეგრძნებით და განსაკუთრებით უჭირთ ბავშვებს. დღეს ეს პროცედურა აბსოლუტურად შეიცვალა. ხდება პირიზღრულ სკანირება, რომელიც ძალიან მარტივია, გრძელდება მაქსიმუმ 1 წუთის განმავლობაში და უკვე თავის ანაბეჭდს პაციენტი ეკრანზე ხედავს. ამასთან კარგი სკანერები აჩვენებენ ახდენენ კარიესის დეტექციასაც და ჩვენი სკანერი მაგალითად აჩვენებს, როდესაც პაციენტი მოდის ორთოდონტიული ან ორთოპედიული მკურნალობის მიზნით, ჩვენ სკანირების შემდეგ უკვე შეგვიძლია სიმულაცია ვაჩვენოთ მკურნალობის. ასე რომ ციფრულმა ტექნოლოგიებმა საერთოდ შეცვალა ჩვენი მიღების წესები და ის დისკომფორტი, რაც ყველაზე მეტად აშინებთ ხოლმე პაციენტებს, არის ძალიან მინიმუმამდე დაყვანილი, დრო შემცირებული და ეს რაღაცნაირად უკვე
რუტინაში ჯდება ადამიანის ცხოვრების. ნინო, აქვე რადგან შენ ხარ ჩვენი სტუმარი, კითხავ მაყურებელმა რომ ისოდეს, რომ შენს კლინიკებში აქ სელში და კლინიკაში რაც არის, ყველაფერი გაქვთ ორთოდონტია, თერაპია, დიაგნოსტირება, რომ მე რო კი, ჩვენ დაახლოებით 1 წელია რაც გავხსენით ბავშვთა ძალიან დიდი ცალკე ბავშვთა და ორთოდონტიის დიდი ფილიალი და ესე დავყავით კლინიკები. ანუ არის კლინიკა, რომელიც არის ემსახურება პაციენტებს 0-დან 18 წლამდე, ანუ ბავშვთა და მოზარდთან კლინიკა და მეორე კლინიკა, რომელიც არის დიდების კლინიკა. და ძალიან სწორად ხდება უკვე პაციენტების მიღება და პროცედურებით შესაბამისად ირჩევა. კარგი, მაგაზე მე კიდევ ვისაუბროთ სიამოვნებით. დღეს ძალიან ხშირად გვესმის დასრულებზე, მაგალითად, ჩემ თავზე შემიძლია ვთქვა, როცა საჭირო არის ორთოდონტური მკურნალობა და ეს გახდა ჩვეული ამბავი, ხო? აი ხა, უხერხულია, მაგრამ აი ნახე, ქვედა ყალზე ხედა რა დღესია, ეს საჭოთა კბილებია ჩემი, რომელიც ბავშვობიდან მოყვება, იმ პერიოდში 75 წელს დავიბადე მე და არ იყო ეს იყო რაღაც სინის ჩადგმა და მაგით თავდებოდა ყველაფერი. ესე დამრჩა, მე კი არ მაწუხებს, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ ყველა ამკვირებს ისწორებს. ეს შესაძლებელი ხა მე მოვიდე მაგალითად თქვენთან და დღევანდელი ტექნოლოგიებით აი ესეთი პრობლემა მოგვარდეს. პრობლემაა რა. პრობლემა, რომელიც სხვა პრობლემებს იწვევს კიდე, პირისღრუს პრობლემებს იწვევს, გრძილების პრობლემები, კარიესის განვითარების მაღალი რისკების ახსნის პრობლემა, მოკლედ ბევრი პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს. საბედნიეროდ თანამედროვე სტომატოლოგია იძლევა საშუალებას პაციენტმა კბილები გაისწიროს ნებისმიერ ასაკში და ეხა ამ ასაკშიც შესაძლებელია ძალიან მარტივად, ძალიან შედარებით მოკლე დროში, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა და რაც მთავარია ესთეტიურად მოგვარდეს ეს ყველაფერი, ისე რომ სხვისთვის იყოს შეუმჩნეველი. რამდენი დრო, აი მე რამდენი ხანს პირობითად, ძალიან პირობითი კითხვა, ესე ზუსტად ვერ მეტყვი. სადღაც ორი კვირა, ერთი თვე. არა, ორი კვირა ძალიან ცოტა. ანუ კბილების გადაადგილებას თავისი ბიოლოგიური პროცესები აქვს, ხო? და ორი კვირაში ეს მემჭირდება კბილების გადაადგილება. დავიწყოთ მაქედან, მაგას 6 თვე 1 წელი. სადღაც ვფიქრობ, რომ 8 თვიდან წლამდე იქნება საჭირო ელაინერების გამოყენებით. მაგაზედაც უნდა კითხვა შემდგომ. კარგი, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ყველაფერი დღეს განიხილება როგორც სამედიცინაში, როგორც ტკიცებითი სიტუაციები, ხო? ჩვენ რაღაცა უნდა დავაგროვოთ მასალა, მე ეს ყველაფერი უნდა გავიჭროთ კვლევებში და აი ღიმილი რამდენად ტკიცებით მედიცინაში შეტანილია როგორც მნიშვნელოვანი ელემენტი ადამიანის თუნდაც თვითშეფასების ან სოციალური, ასე ვთქვათ, სუფასონებისთვის. ღიმილი ამაზე კვლევები არის? კი, რა თქმა უნდა, არის სხვადასხვა სოციალური, ფსიქოლოგიური კვლევები და ღიმილი არის ერთ-ერთი ძალიან ძლიერი არავერბალური კომუნიკაციის ფორმა, რომელსაც დიდი გავლენა შეუძლია მოახდინოს მის გარშემო მყოფ ადამიანებზე. განსაკუთრებით, როდესაც პირველად ვახდენთ ჩვენი თავის წარდგენას ხოლმე. და თან ისეთი სარკისებური ეფექტი აქვს, კოტე, ანუ როდესაც ვინმე გიღიმის და თან ეს ღიმილი არის სასიამოვნო, აუცილებლად უკავშირიც არის შესაბამისი, ხო? კვლევებით არის დადგენილი, რომ ის ადამიანები, ვისაც აქვთ კარგი ბუნებრივი, ლამაზი, სასიამოვნო ღიმილი, მათ თვითშეფასება აქვთ მაღალი, შესაბამისად ქცევებიც აქვთ განსხვავებული და სხვის თვალშიც ისინი აღიქმებიან სხვანაირებად, უფრო თავდაჯერებულად, უფრო წარმატებულად, უფრო სანდოდ და უფრო კეთილგანწყობილად. ნუ ხა ღიმილის მთავარი კომპონენტი გარდა პირის კარიბჭისა არის, ნუ კბილთა წყობა, ფერი და სიჯანსაღე, ხო? სიჯანსაღე და რო დავიწყოთ. კარგი. რატომ არის ხოლმე ნინო რისი ბრალია ის მათ შორის, ხა საკუთარ თავსაც შემიძლია დაუსვა, იმიტომ რომ მეც ურჩი პაციენტი ვარ ამ მიმართულებით, სანამ რაღაცა სადღაც არ ხდება, მანამდე ვერ მივალ ხოლმე და ხვალზე გარაუშავს. რატო რა ფენომენია? შიში მე რო ვკითხო, მე არ მეშინია, მაგრამ რაღაცა ფეხს ვითრევთ, თითქოს ახლა თითი რო აქტივდეს, მეორე დღეს გაიქცევი ექიმთან და კბილებით ამისე რა. ნუ პირველი ფაქტორი ერთ-ერთი ხშირი არის ის, რომ დღემდე არსებობს მაინც რაღაცა ფობია არასასიამოვნო, არაკომფორტული პროცედურების, რაც შეიძლება პაციენტმა ჩაიტაროს და ეს ჩვენ წარსულთან არის დაკავშირებული. მეორე დროის უქონლობა და მესამე ის, რომ ფინანსურის და პირისღრუში პროცესები ძალიან ხშირად ისეთი ქრონიკული ფორმით მიდის, როდესაც პაციენტს უკვე ატკივდება, ეს საკმაოდ რთულ ჩარევებთან იქნება დაკავშირებული. ასე რომ ამ პროფილაქტიკურ ვიზიტებს, რომელიც ხანმოკლეც არის, მარტივიც არის, ფინანსურად დამზოგველია, გაცილებით მეტი ეფექტი აქვს და სარგებელი მოაქვს ჩვენთვის
და მინდა გითხრა კოტე, რომ დღეს აი როგორც მაგალითად სახის მოვლაზე ზრუნავენ ადამიანები და სახის წმენდა სიტარებენ წელიწადში ორჯერ როგორც ქალები ისე მამაკაცები, ასევეა პირის ღრუს მოვლაც. ანუ თუ ადამიანი წელიწადში ორჯერ ჩაიტერებს პროფესიულ წმენდავს, მიმართავს პაროდონტოლოგს, მისი რისკები სხვადასხვა დაავადებების განვითარების მინიმუმამდეა დაყვანილი, კი. რა არის შენი აზრით იდეალური ღიმილი? რა კომპონენტებს უნდა მოიცავდეს? აუცილებელია თუ არა ეს ეგრეთ წოდებული ჰოლივუდური ღიმილი? ჩემი აზრი რომ გითხრა, მე ზედმეტად თეთრი ფერის, აი ასინთეტიური ღიმილი დიდ ასეთ პოზიტიურ ემოციას და განცდას არის. ხო, რაღაცა თითქოს უხერხულობას იწვევს ჩემში, როგორც მაყურებელში, ხო? უფრო რატომღაც მგონია, რომ მაქსიმალურად ბუნებრივობასთან, აი რა არის დღეს ტრენდი, რომ ჩვენ ვიყოთ ბუნებრივი და თან კარგადაც გამოვიყურებოდეთ. ტრენდი თანამედროვე მსოფლიოს ტრენდი არის ზუსტად ეს, რომ იყო ბუნებრივი და არ გეტყობოდეს რა გაქვს გაკეთებული, როგორც ესთეტიკურ მედიცინაში. აი ის სამწუხაროდ დღემდე გრძელდება ის მოდა თეთრ კბილებზე, როდესაც ჰოლივუდური ღიმილი აღქმული არის თეთრ ერთნაირ დიდი ზომის კბილებთან. და ამ დროს ეს სტომატოლოგებს ძალიან არ მოგწონს და ჩვენთვის არ არის მისაღები, იმიტომ რომ არაბუნებრივია. ხშირ შემთხვევაში არც სახის ფორმას უხდება, არც სახის კანის ფერთან არის ჰარმონიაში მოსული და უბრალოდ პაციენტის მოთხოვნაა, რომ კონდეს ძალიან თეთრი კბილები. ჩვენი რჩევაა, რომ ეს ღიმილი, რასაც ისინი გაიკეთებენ, იყოს ბუნებრივი და მათ არ ეტყობოდეს. ტრენდი ესეა. თუმცა ეს არჩევანი არის, ხო, იმ ფერთა გამაში შეგიძლია შეარჩიო ნებისმიერი აბსოლუტურად შეუძლიათ ისეთი კბილები. ჩვენ ძირითადად ესე ვაკეთებთ, რომ ბუნებრივ კბილთან მიახლოებულ ფერს ეს ყველაფერი უნდა წინასწარ იქნეს მაკეტი გაკეთებული, როგორ ხდება სახეს, რა პროპორციებია გასათვალისწინებელი და ასე შემდეგ, რომ ასაკთანაც ჰარმონიაში მოდიოდეს და სახის ფერთან და ასე შემდეგ. მერე ტუჩებზე მე ვიზრუნავ. კარგი, მოდი თანამედროვე ორთოდონტიაზე ვისაუბროთ ახლა შენთან ერთად, იმიტომ რომ ამაში ხარ, ასე ვთქვათ, ყველაზე ისე ღრმად გამოცდილი ადამიანი და თქვენი მიმართულებაც, როგორც ვიცი, სანამ შედგებოდა ჩვენი ჩაწერის დაწყება, ამაზე ორი სიტყვით ჩვენ ვისაუბრეთ და ისედაც ვიცით, რომ თქვენი მიმართულება წამყვანი მაინც ეს არის. რა შემთხვევაშია ბრეკეტები და რა შემთხვევაშია ილაინერები? და თან გითხარი ეს რა სხვაობაა მათ შორის და რა არის ეს სიახლე, ეს ილაინერი, რა ყურისთვის სიახლეა, ხო? ელაინერი. ელაინერი კოტე. ბრეკეტები არის კლასიკა, ორთოდონტიის კლასიკა და უკვე აი დაახლოებით 25 წელია, რაც საქართველოში ვიყენებთ ბრეკეტ სისტემას თანკბილვის კორექციის მიზნით, როგორც ბავშვებში, ასევე დიდებში. ბავშვებში ძირითადად 10-11 წლიდან და ბავშვებზე ცოტა მერე გადავიდეთ. ელაინერები ეს არის თანამედროვე ციფრული ორთოდონტიის მწვერვალი. როდესაც დაგეგმარება ხდება ციფრულად, პაციენტთან წინასწარ ხდება შეთანხმება და ჩვენება იმისი თუ რა შედეგს მივიღებთ და ვღებულობთ ესეთ სისტემას, რომელიც ჩამოგდის მზადდება ქართული კომპანიებიც არსებობს, მაგრამ ძირითადად ვიყენებთ ამერიკულ კომპანიას, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს და ორივე დიდებშიც და პატარებშიც შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ელაინერები, ისე ბრეკეტების. არის სიტუაცია, როდესაც ბრეკეტები უკეთესად მუშაობს და არის მდგომარეობები, როდესაც ელაინერები ხდება კომბინაციაც ხდება, მაგრამ აქ მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორი არის როგორი სირთულის ანომალია აქვს და როგორი ხასიათის არის ადამიანი, რა ცხოვრების რეჟიმი აქვს თუ დიდებზეა ლაპარაკი, იმიტომ რომ მაგალითად ელაინერები შეიძლება გამოვიყენოთ ბავშვებშიც, მაგრამ ქართველ ბავშვებთან ქართველი ბავშვების მართვა არც ესეთი მარტივია, დისციპლინა გვიჭირს ცოტა. და შესაბამისად ელაინერი რადგან არის მოსახსნელი კონსტრუქცია, ეს არის გამჭვირვალე, ძალიან კომფორტული, მაგრამ მოსახსნელი კონსტრუქცია, ანუ ბავშვებს სჭირდებათ რუტინულად მოიხსნან, ჰიგიენა ჩაიტარონ, გაიკეთონ და ხშირად ხდება დავიწყება და მშობელს უწევს მუდმივი კონტროლი მკურნალობაზე, რაც ძალიან რთულია და ხშირად ოჯახში კონფლიქტების მიზეზიც კი ხდება ხოლმე ეს. ამიტომ ბავშვებთან ჩვენ ვანიჭებთ უპირატესობას ყველანაირ ფიქსირებულ აპარატს, რომ მათზე არ ვიყოთ დამოკიდებული მკურნალობის წარმატება. ნამდვილად და დიდები, რომლებსაც სრულიად გააზრებული აქვთ, რაზე მიდიან და რატო აკეთებენ ამას, ელაინერები არის ბევრად კომფორტული ვიდრე ბრეკეტ სისტემა. აი ადამიანები, რომლებიც ადრე თავს იკავებდნენ დიდები ორთოდონტიული მკურნალობის დაწყებას, დღეს უფრო თამამად მოდიან ამ მკურნალობაზე. მოდი კიდევ უფრო ჩავშალოთ ეს ელაინერების სისტემა. უკვე კონკრეტულად ეს რა არის ეს აი ერთი
სიტყვით გასაგებია, გავიგეთ, რომ კარგია, მაგრამ აი რა ნაბიჯი ჭირდება გასავლა, რომ როგორ იმზადება პაციენტი ამისთვის. მოდი ჯერ ვთქვათ რა არის თვითონ ეს ელაინერები, კი, ხო? მოდი ანუ აგვიხსენე ელაინერები მოგეთ რა. არის ესეთი გამჭვირვალე კაპები და არის ძალიან ესთეტიური მკურნალობის მეთოდი. ანუ პაციენტს შეუძლია თავისი ძველი ცხოვრების რეჟიმი გააგრძელოს, შეხვდეს ადამიანებს, იმუშაოს სამსახურში, საჯარო გამოსვლებიც ჰქონდეს და თან პარალელურ რეჟიმში ჩაიტაროს მეტყველებაზე ხო არ მოქმედებს აი ეს მეტყველებაზე ვიზუალურად ვერ ვიტყვით რომ 100% უხილავია, მაგრამ ბევრად უხილავია ვიდრე ბრეკეტ სისტემა და ბევრად ნაკლებ დისკომფორტს იწვევს ვიდრე ბრეკეტ სისტემა. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია რომ უფრო იშვიათად მოდიან ელაინერებით მკურნალობის დროს ექიმთან ვიზიტებიც არის სადღაც 3-4 თვეში. კომფორტია. ეს ძალიან დიდი კომფორტია, დროის დაზოგვა ხდება ამ შემთხვევაში. და მეორე შეკითხვა რა იყო? ტექნოლოგიურად ხო? ხო, აი რა ეტაპებს გადის? კონსულტაციის მერე, როგორც ბრეკეტ სისტემის დროს, დიაგნოსტიკა ხდება ერთნაირი. ანუ ხდება ციფრულად რენტგენოლოგიური კვლევები, ეს არის 3D, 2D, 3D კვლევებით, სკანირება, ფოტოგრაფირება, პაციენტის მონაცემები იტვირთება სპეციალურ პორტალზე და რაღაცა პერიოდის განმავლობაში დგება ექიმის მითითებებით მკურნალობის მაკეტი. ანუ სიმულაცია, ვიზუალიზაცია გვაქვს ამ მკურნალობის. პაციენტს შეიძლება რამოდენიმე ვარიანტიც კი გავაკეთოთ. აი რთული მკურნალობა, რა დროს მოიცავს, მარტივი მკურნალობა რასთან არის დაკავშირებული და მე პაციენტი ირჩევს როგორი მკურნალობის ჩატარება სურს მას. კარგი. მოდი აქვე რადგან მაინც კბილთაწყობაზე, დგომაზე და ორთოდონტიაზე ვსაუბრობთ, რა კავშირში არის ამაზე წეღანაც ზუსტად თქვით რომ მოდი იქნებ ამ თემასაც შევეხოთ. არასწორი თანკბილვა ან კბილთა წყობის არევა სხვა პრობლემებთან რაც აისახება სახის სასაკობრივ ცვლილებებთან, ხო? ანუ ბავშვობაში მე მქონდა პრობლემები, არ მივხედე ან მოზარდობის პერიოდში არ მივხედე და გავიზარდე ნენელა და რაღაცა პრობლემები გაჩნდა. რა პრობლემებს იწვევს არადროულად მიხედილი არასწორი თანკბილვა მოკლედ, როგორც პირის ღრუში. პირველი ის არის, რომ არასწორი თანკბილვა სახის ესთეტიკას გარედან თავი რო დავანებოთ, პირის ღრუშივე იწვევს ბევრ პრობლემას, ეს არის ღრძლების პრობლემები, კბილების არასწორი ცვეთა, არასწორი ზეწოლა თითოეულ კბილზე, საფეთქელ ქვედაყბის გადატვირთვა, სახსრის, საღეჭი კუნთების არაბალანსირებული მუშაობა, რაც საბოლოო ჯამში მას წყობრიდან გამოყავს მთლიანად ყვაყბილთა სისტემა. აბა ამდენი რამე გაგროვდება ჯამში? ქრონიკულად, როდესაც ესე ხდება. რაც შეეხება გარე ესთეტიკას, კოტე ესე იგი სახის ქვედა მესამედის სიმაღლეს განსაზღვრავს თანკბილვა. ეს გვაქვს ღრმა თანკბილვა გვაქვს, არის შემცირებული სახის ქვედა მესამედი. თუ ღია თანკბილვა გვაქვს, პირიქით გაზრდილია სახის ქვედა მესამედი და პაციენტებს პირის დახურვაც კი, ტუჩების მოკუმვაც კი უჭირთ ხოლმე. ამ დროს კუნთების ტონუსით შეცვლილია. როდესაც ღრმა თანკბილვა აქვს პაციენტს, ის გაცილებით სწრაფად ბერდება, ვიდრე პაციენტს, რომელსაც აქვს ნორმალური თანკბილვა. იმიტომ რომ ტუჩის ნაოჭი, ნიკაპის ნაოჭი უფრო სწრაფად გამოეხატება და ეს აღიქვება დაბერების პროცესში. დაბერების. ამიტომ ესეთ დიდ პაციენტებთან ჩვენ მკურნალობას აქვს ანტი-ეიჯ ეფექტი. ანუ ხდება ვიზუალურად ძალიან შემცირება და ძალიან ვეხმარებით ესთეტიკური მედიცინის წარმომადგენლებს, ამიტომაც კომბინაციაში გამოდის ეს მკურნალობა. კი, კოლაბორაცია მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია რომ თქვენ ამახვილებდეთ ამაზეც ყურადღებას, რომ როდესაც პაციენტს რაღაცა ძალიან მკვეთრად აქვს ასიმეტრია, ნაოჭები ნაადრევ ასაკში აქვს გამოხატული, ესე იგი რაღაცა ისე ვერ არის. ასიმეტრიის მიზეზიც ხშირად არასწორი თანკბილვა და მნიშვნელოვანია რომ ამისი მიხედვა ყველაზე სწრაფად მშობლებისთვის არის ეს ჩემი მესიჯი, რომ ამისი მიხედვა ყველაზე სწრაფად შეიძლება 11 წლამდე დაახლოებით, როდესაც ჩვენ შეგვიძლია სახის ანატომიის ჰარმონიული ზრდის დახმარება. ანუ ჩვენ ვერევით, ხო, ამ ასაკში ჩვენ ვერევით იმისთვის, რომ ზედაყბაც, ქვედაყბაც ჰარმონიულად განვითარდეს, რომ ის ჩონჩხოვანი პრობლემები მომავალში ავიცილოთ. მადლობა, კაი პასუხი იყო, გასაგები, კარგია. წავედით, კიდევ მაგალითად რა განსაზღვრავს ვადებს, რა, ანუ სწრაფი მეთოდი არის
რამე ეგეთი? ანუ აი, ხო ორთოდონტიაში აი სწრაფი მეთოდს დასულებზე მაქვს საუბარი ხა. ბავშვები მაინც აკადემიურად უნდა მიყვედა, ბავშვის ჭკუაზე ვიაროთ, მაგრამ ხო, მაგრამ სამედიცინო პრიორიტეტია. და დასრული მოდის და აუ ჩქარა მინდა. ანუ ჩქარა მინდა ძვის გადავიხთი მოსულა ეგეთი რამე, ან რამე ეგეთი ვარიანტები? ჩქარა თვით რა შეეხება ორთოდონტია საკმაოდ ასწრაფა ორთოდონტიული მკურნალობა, ელაინერებით მკურნალობა, იმიტომ რომ გარკვეულ ანომალიებზე ძალიან კარგად მუშაობს და ბრეკეტ სისტემით თუ მოვანდომებდით დაახლოებით 2 წლამდე, ეხლა სადღაც შეიძლება წელი იყოს აბსოლუტურად საგმარისი და ეს ძალიან დიდი ამხელა გარკვეულ ანომალიებში ყველასთან არა. მაგრამ ის რომ ჩვენ რაღაცა 3-4 თვეში დავასრულოთ მკურნალობა, თუ არ ვამზადებთ პაციენტს მაგალითად ორთოპედიული მკურნალობისთვის. ხშირ შემთხვევაში პაციენტები, რომლებიც ირჩევენ სწრაფ მკურნალობას, რას აკეთებენ? ტოვებენ ორთოდონტიულ ეტაპს და პირდაპირ გადადიან ორთოპედიულ, აი ესეთ რასაც ვუძახით. საბოლოო ჯამში ბევრ პრობლემასთან მიდიან და მერე უნდათ ხოლმე უკან დაბრუნება. ხშირ შემთხვევაში უკან დაბრუნება რთულიც არის და შეუძლებელიც კი. გავიგე. აქვე შემოგთავაზებ წყალი მთის ახალი პროდუქტია, კი იგისხია, მაგრამ ცოტას დაგიმატებ. ეს არის Coca-Cola Bottles Georgia's მიერ შეთავაზებული ჩვენი მოსახლეობისთვის ახალი წყალი, გაზირებული, მინერალიზებული და რაც თავარია ბრომატის გარეშე. აქვე მაყურებელს შევახსენებ, რომ პოდკასტის სპონსორია აჰავა, მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებები, როგორც ხალბატონების, ასევე მამაკაცებისათვის. გეტყვით, რომ ჩვენი პოდკასტები იწერება სივრცეში, სახელწოდებით podcast point-ი. თუ თქვენს გსურთ პოდკასტის ან ნებისმიერი ვიდეოს ჩაწერა, podcast point-ში შესანიშნავი არჩევანია. მადლობა, რომ მოგვისმინენინო და გავაგზავნეთ. როდის უნდა გაუკეთდეს ბავშვ ბრეკეტები, ხო? ესეთი კითხვა მაქვს შენთვის მომზადებული. როდესაც ყველა მუდმივი კვილი ამოვა, დასრულდება კვილების ზრდამ, მერე მოვდივართ ნინოსთან თუ მანამდე ვემზადებით. ეს ერთ-ერთი მითია სხვათა შორის, რომ ორთოდონტთან უნდა მივიდნენ მაშინ, როდესაც მუდმივი თანკბილვა ჩამოყალიბდება. და სანამ არ დაძვრება ყველა კვილები და არ ამოვა. ეს არასწორია. ორთოდონტთან მშობელმა ბავშვი უნდა მიიყვანოს 5-6 წლის ასაკში, როდესაც პირველი კვილი ამოვა. ზუსტად რაც 5 წუთის წინ ვახსენე, იმისთვის რომ ჩვენ შევაფასოთ როგორ ვითარდება მისი სახის ყბები. დღეს ბევრი მავნე გარე ფაქტორი არსებობს, ხელშემშლელი ფაქტორი არსებობს იმისა, რომ ბავშვის ყბები ისე არ განვითარდეს როგორც საჭიროა. მაგალითად 1-2 რა არის ფაქტორები? მაგალითად პირის სუნთქვა. გაზრდილია იმ პაციენტების რა ბავშვების რაოდენობა, რომლებიც ქრონიკულად სუნთქავენ პირით და პირის სუნთქვა იწვევს ბევრი ანომალიის განვითარებას. მაგალითად, კვების რაციონის შეცვლა. ის რომ დღევანდელი ბავშვები იმდენს და ისეთ მაგარ საკვებს არ ღეჭავენ, ვიცით, არიან ფასტ ფუდებზე და დაბლენდერებულ საკვებზე გადასული, ეს არ ეხმარება ყბაკბილთა სისტემას განვითარებაში და ასევე წვრილ-წვრილი გარე, ვთქვათ, მავნე ჩვევები რაც შეიძლება ბავშვს ჰქონდეს და რაც ვთქვათ მშობლის ყურადღების მიღმა დარჩეს. ამიტომ ჩვენ თავარია შევაფასოთ. ძალიან იშვიათად, მაგრამ ხდება რომ ყველაფერი ჰარმონიულად ვითარდება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში პატარა ხანმოკლე შეიძლება 6 თვიანი, 8 თვიანი, 10 თვიანი ჩარევა იყოს საკმარისი. მივიდეთ შემდგომ პრობლემებს. მივიდეთ 11-12 წლამდე და მერე უკვე მეორე ეტაპი იქნება ბრეკეტ სისტემით მკურნალობა. მადლობა. როგორ შეიცვალა დღეს ბავშვების მკურნალობა, ხო? რამდენიმეჯერ შენ შეეხე ამ თემას, მაგრამ გამარტივდა თუ არა პოზიტიური მიმართულები, თქვათ, მშობელი ბავშვის კომუნიკაცია, ოჯახისთვის ეს ეგან კარგად აღნიშნე, რომ კონფლიქტებამდეც მიდის, იმიტომ რომ მიხედვა უნდა ამას და ღლის ადამიანს, ეხა ბავშვსაც ღლის და მზასულსაც ღლის. რა შეღავათები გაჩნდა, ეს ტექნოლოგიური შეღავათებია, დროის ფაქტორებია, რა გაუმარტივეთ თქვენ ბავშვებს და მათ შორის მშობლებს? გაუმარტივეთ ის, რომ ბევრი დისკომფორტი მიღების პროცესში არის მოხსნილი. და მთავარი არის ხოლმე, რომ მშობელმა თავის ნეგატიური გამოცდილება არ გადასცეს ბავშვს, ეს ფობია თვითონ მშობელის ზეგავლენით არ კონდეს ბავშვს, თორემ ჩვენ პირობას ვდებთ, რომ ჩვენთან თუ ბავშვი პირველად მოდის, მას სუფთა გონებით თუ მოვა, სუფთა გონებით, რომელიც იქ ოჯახში არ დაუბინდეს, აუცილებლად, ანუ გამორიცხულია, რომ მას კონდეს დენტალური ფობია. საერთოდ ბავშვებმა არ იციან, რატო უნდა ეშინოდეთ სტომატოლოგით. პირიქით ჩვენთან რომ
მოდიან, ისე მხიარულად მიდის ეს პროცესი, რომ ძალიან ბედნიერები ელიან შემდეგ ვიზიტს ხოლმე. და რაც შეეხება თვითონ აპარატურას, ბევრი რამეა ასევე განვითარებული, არის ისეთი აპარატები, რომლებიც არ ჰქონდა ადრე, რომლებიც ასევე ციფრულად იპრინტება, არის ფიქსირებული ეს აპარატები და სწრაფად მუშაობს, რაც მთავარია და გართობის თემაში მიდის თითქოს, ხო ეს რაღაც ძალიან მხიარულად ეს პროცესი, მთავარია რომ ბავშვის ადაპტირება, ანუ შეჩვევა სტომატოლოგთან ვიზიტის მოხდეს სწორად, სწორი ექიმის ჩარევით, სწორ გარემოში და მე უკვე ყველაფერი კარგად მიდის. და მშობლებმა არ შეგვიშალონ ხელი. ჩვენ ორი მისია გვაქვს ხოლმე, ერთი უნდა ვიმუშაოთ ბავშვთან და კიდევ უფრო რთული უნდა ვიმუშაოთ მშობლებთან. არის ეგეთი თემა, რომ სიბრძნის კბილები ყოველთვის უნდა მოიღო, როცა ორთოდონტული მკურნალობისკენ მიდიხარ, რომ არის ეს რეალობა? ანუ ყოველთვის ამოსაღებია? არის ყოველთვის ანუ ამოსაღები. ერთი შიში გავანეიტრალეთ, იმიტომ რომ მაგით აი ზუსტად 2 დღის წინ მყავდა კონსულტაციაზე გოგო, მოდიან ესეთები, რომლებიც იღებენ სიბრძნის კბილებს, მითხრა რომ მე უკვე მომზადებული მოვედი, ამოვიღე სიბრძნის კბილები, თავისით გადაწყვიტა, ამოიღო სიბრძნის კბილები, იქ ერთი იმპლანტი ქონდა ჩასასმელი გადაწყვიტა და ჩაისვა და მოვიდა. ეხლა აღმოჩნდა რომ თან კბილვის ისეთი ანომალია აქვს, მე მჭირდება სხვა კბილების სიბრძნის კბილები არა, სხვა კბილების ამოღება და გამოდის რომ სიბრძნის კბილების დაკარგა და სხვა კბილიც უნდა ამოიღოს. ამიტომ გადაწყვიტავენ მკურნალობის დაწყებას თვითნებურად. სიბრძნის კბილი ხშირად საჭიროა. მეწახემ ხო არა მოუღო. ხო, მაგრამ ვიცით როგორ არის ერთ ორთოდონტთან რო დაგეგმა მკურნალობას, აბსოლუტურად სხვა ხედვა შეიძლება ქონდეს მეორეს. ერთი ხედავდეს იმისი გეგმაში არ ჩაჯდა, გასაგები. გავიგე, გავიგე. სიბრძნის კბილებს ნუ ამოიღებენ, აი ეს ხელწამოსაკრავი კბილები არ არის. კარგი. საჭიროც არის, როცა თავის ფუნქციას ასრულებს, ხო? კარგი, ეგრეთ წოდებული ჰოლივუდური ღიმილი ხშირად ასოცირდება ვინირებასთან, ხო? ანუ ვინირება თუ არა გაქვს ეს ბრწყინავი ღიმილი არ იქნება. აი მე მგონი ეს მითია შენი აზრით? კი, ჩემი აზრითაც ჰოლივუდის ღიმილი რას გულისხმობენ ჰოლივუდის ღიმილში? ეს არის თეთრი ლამაზი ფართო ღიმილი. თუმცა ამ ლამაზი ფართო ღიმილის მიღება შესაძლებელი არ არის მხოლოდ ვინირებით. ელემენტარულად ხშირად გათეთრება შეიძლება ჩაიტაროს პროფესიული კლინიკაში პაციენტმა და მიიღოს ეს ეფექტი, იმიტომ რომ თვითონ კონდეს კარგი ფერისა და ფორმის კბილები. საერთოდ ვურჩევდი პაციენტებს შედარებით გვიან ასაკში დაგეგმონ ორთოპედია, ანუ ვინირების პროცესი, იმიტომ რომ ვინირება არ არის მუდმივი. ის შესაძლებელია გარკვეულ ეტაპზე და რაც უფრო ხშირად შეიძლება, მით უფრო ზიანდება საკუთარი კბილი. და ასევე ორთოდონტიული მკურნალობითაც შეიძლება, რა თქმა უნდა, ამ ფართო და ლამაზი ღიმილის მიღება და სულ არ არის ვინირება საჭირო. ასე რომ ვინირება არის ერთ-ერთი ვერსია, რომელსაც იყენებ საჭიროების დიდ პაციენტებთან. ის ტრენდი რომ ეხლა ამას პატარა გოგოები აკეთებენ, არის აბსოლუტურად მიუღებელი. საკუთარ კბილებს ხო ანადგურებენ ეგრე, ხო? საკუთარი კბილების დამუშავება ხდება აუცილებლად. კარგი, ესეთი კითხვა მაქვს, რა სხვაობა არის ვინირებასა და გვირგვინებს შორის? ხო, ვინირება ეს არის პრეპარირების საშუალებით, როდესაც გარე ზედაპირის დამუშავება ხდება დაახლოებით ძალიან მინიმალურად, ნაკლები ინვაზიურად და მხოლოდ გარე ზედაპირის დამაგრება ფირფიტები მზადდება სპეციალური და ფიქსირდება გვირგვინები? გვირგვინები უკვე უშუალოდ მთლიანად კბილის დამუშავება ხდება გვირგვინ და მთლიანი კბილის ანუ ცირკულარულად გარშემო და სავიდანაც. თავისი ჩვენება აქვს ვინირებსაც და ჩვენება აქვს გვირგვინებსაც. მაგალითად, როდესაც თვითონ კბილს ფორმა, ფერი, ან ცარიელი ბჟენია და ბევრი დეფექტი აქვს, ამ შემთხვევაში გვირგვინი უკეთესი არჩევანია. და როდესაც უბრალოდ რაღაცა პატარა ფერის შეცვლა უნდა, ფორმის მსუბუქად დაკორექტირება უნდა, მაშინ ვინირები კარგი გამოსავალია. მათი კომბინირებაც მოსულა. კი, ხშირად არის, რომ სადღაც ვინირები კეთდება, რომ რაღაცა კბილებზე გვირგვინები. რამდენი ხანი ძლებს მაგალითად ვინირებული კბილების სტრუქტურა, როგორც ფერი, ასევე ზედაპირის ხარისხი, ხო? თუ კი ჩვენ ვიყენებთ მაგალითად დღევანდელი რეალობით ყველაზე დახვეწილ მასალას და ყველაზე ძვირადღირებულ სერვისს მიმართავთ. ეს არის 2 წელი, 5 წელი, თუ მოხმარების თემა არის. და პაციენტი ამას როგორ მოიხმარს, აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ვინირები დაახლოებით 7, 10, 15 წელიც შეიძლება გაძლოს.
ამის მერე უკვე ითვლება, რომ არის ვინირების შესაცვლელი. მაგრამ როგორც წეხან აღნიშნე, ყოველი შეცვლის მერე ეს კბილი კიდევ უფრო მეტად უნდა დაპრეპარირდეს და დამუშავდეს. ამიტომაც რაც უფრო გვიან მიმართავთ საჭიროებიდან გამომდინარე, მით უკეთესი. აი ეს ტრენდი რო ყველამ უნდა გაიკეთოს, ნამდვილად არ არის სწორი. კარგი, რამდენად აუცილებელია ვინირებისას მაგალითად ეს ეგრეთ წოდებული კბილის ნერვის მოკლა? ვინირებას არ ჭირდება კბილის ნერვის მოკლა და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე რომ ცოცხალი შევინარჩუნოთ ეს კბილები, იმიტომ რომ ნერვის მოკლაც ამ კბილის გრძელვადიან ყოფნას პირის ღრუში ამცირებს, ხო? ამიტომ ინვაზიურია უფრო ესეთი ჩარევა და თუ არის შესაძლებელი, ეცადეთ რომ ცოცხალი შეინარჩუნოთ ეს კბილები. თუმცა არის ეს უკვე ექიმმა უნდა დაგეგმოს, ექიმზეა დამოკიდებული, ხო? როგორ დაგეგმავს, თუ გვირგვინები კეთდება, ზოგჯერ არის ხოლმე რომ ჭირდებათ იქ ნერვის მოკლა. მადლობა, წავედით შემდეგ თემაზე. Როგორც ვიცი, თქვენი კლინიკა და შენი გამოცდილება ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება არის იმპლანტოლოგია, ხო? იმპლანტების გამოყენებაც მათ შორის, ხო? როგორ ავარჩიო მე რა დავგუგლო, ChatGPT-ს ვკითხო, მეგობარს ვკითხო, მეგობარ სტომატოლოგს ვკითხო, თუ როგორ მივხვდე რომ მე რომ მოვდივარ თქვა ნინოსთან ან ნათიასთან სიტყვაზე, ხო? მე მინდა მაღალი კლასის იმპლანტი. მე თქვენი მჯერა, შენი მჯერა გასაგები, მაგრამ უცხო ადამიანი მიდის კლინიკაში. რით მიხვდეს, რა არის ეს? შვეიცარიული უნდა იყოს, 26 წლის გამოშვების მოდელი უნდა იყოს, ტიტანიუმი უნდა იყოს, თუ რა, რითია, რა კრიტერიუმებით ხდება ამის შერჩევა? ჯერ ვთქვათ რა არის იმპლანტი, ხო? ეს იმპლანტი არის ხელოვნური ფესვი, რომელსაც მე ზემოდან გვირგვინი უფიქსირდება. იმპლანტები დღეს ქართულ ბაზარზე ძალიან დიდი არჩევანია, ბევრი ბრენდია შემოსული და მართლა პაციენტისთვის რთულია აირჩიოს რომელ იმპლანტს მიანიჭოს უპირატესობა. მოდით ვთქვათ რითი განსხვავდება ეს იმპლანტები? ძირითადი მახასიათებლები. ეს არის ბრენდი, მისი რა ისტორია აქვს ამ ბრენდს, რა კლინიკური და სამეცნიერო კვლევები აქვს ჩატარებული თავისი იმპლანტების გამოყენებაზე. მეორე თვითონ რა ხარისხით განმზადდება ეს იმპლანტი? ყველა იმპლანტი მზადდება ტიტანიუმის მასალისგან. თუმცა მათ შორის არის ხარისხში სხვაობა თუ როგორ მუშავდება ზედაპირი იმპლანტების და როგორი ფორმის არჩევანი აქვს ქირურგს თვითონ. აი ეს გარე დამუშავება, ზედაპირის დამუშავება და ფორმა ზუსტად ეს არის რაც ხელს უწყობს ოსტეოინტეგრაციას, ანუ გაძვალების პროცესს, ხო? და ამიტომ მაყურებელთვის გადავა მიხორცებს, ანუ შეხორცების, იქ სიცოცხლის უნარიანობის რომ ის დიდხანს გაჩერდეს პირის ღრუში. ეს მეორე ფაქტორი. მესამე ფაქტორი არის თვითონ ექიმის გამოცდილება, როგორ დაგეგმავს ამ მკურნალობას, რომელ ფორმისა და ზომის იმპლანტს აირჩევს. ასაკი პაციენტის ხო, ყველაფერი ძვლის, როგორი ძვალი აქვს, იქ დამატებითი ხელოვნური ძვლის შეტანა საჭირო თუ ასე შემდეგ, ამიტომ ეს ექიმმა უნდა დაგეგმოს. მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე საკუთარ კბილებსაც ვანდობ ჩემ ექიმებს და მათ ვანდობ ამ არჩევანის გაკეთებას. ამიტომ ეს ამუშავანია. ყველა ექიმა იცის კონკრეტულ შემთხვევაში რომელი იმპლანტი იმუშავებს სწორად. თუმცა, რაც არ უნდა მაღალი ხარისხის იმპლანტი გააკეთოს საუკეთესო ექიმა, თუ პაციენტმა ამას შემდგომ არ მოუარა სახლში. ხო, და კბილი ხილი ამყრია და ასე შემდეგ. არა, მხოლოდ ეს არა, ანუ ჰიგიენას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რა არსენალს ჰიგიენური საშუალებების რა არსენალს იყენებს და დადის თუ არა პაროდონტოლოგთან წელიწადში ორჯერ პროფესიულ წმენდებზე. იმიტომ რომ თუ აი ეს ნაწილი პაციენტმა გამოტოვა და ჩათვალა რომ ჩაისვა იმპლანტი და ყველაფერი კარგად არის, შემდეგ დაიწყება პრობლემები. ანუ ჰიგიენა არის გადამწყვეტი. მიღებულია. კარგი, კბილის დაკარგვიდან, თქვათ, ეხლა სპონტანური დაკარგვა ქვია, არ ვიცი როგორ არის ტერმინი სწორად როგორ ვიხმარო, თქვათ, ან ტრავმის შემდგომი დაკარგვიდან, ან კარიესული პროცესებიდან, რამდენ ხანში არის, თქვათ, რომ არ ვიჩქაროთ იმპლანტის გამოყენება ლეგიტიმური? ეს შეიძლება ერთ კვირაშიც მოახდინო, ერთ საათშიც მოახდინო თუ რაღაც დრო არის, როცა მე ველოდები რაღაც პროცესები. არის სიტუაციები, როდესაც თუ სანამ კბილს დაკარგავთ, მიხვალთ კომპეტენტურ ქირურგთან, შეიძლება ის კბილი ამოიღოს და მაშინვე ჩასვას იმპლანტი. გააჩნია იქ რა მოცემულობა დახვდება ექიმს. თუმცა ყველაზე ოპტიმალურ ვადად ითვლება დაახლოებით 6 თვიდან წლამდე იმპლანტის ჩასმა. იმიტომ რომ 6 თვის შემდეგ იწყება ძვლის განლევის პროცესი. როდესაც იქ არ ხდება დატვირთვა და ის ზვარი და ამას გარდა იქ გვერდითი კბილები იწყებენ გადაადგილებას, მოძრაობას
მთლიანად იცვლება თანკბილო. ამან შეიძლება გამოიწვიოს საფეთქელ ქვედაყბის სახსრის პრობლემები, კუნთოვანი დისბალანსი, ასიმეტრიები დროთა განმავლობაში და როდესაც ვთქვათ, რამოდენიმე წლის მერე პაციენტი გადაწყვეტავს, რომ მივიდეს და აეხლა აქ დრო იმისთვის, რომ ჩაისვას იმპლანტი, შეიძლება აღმოჩნდეს ის, რომ იქ ადგილი აღარ არის, ძვალი აღარ არის, ადგილი აღარ არის იმისთვის, რომ სრულფასოვანი კბილი ჩავსვათ და აი ამ ერთი კბილის ჩასმისთვის ჩვენ გვჭირდება ელაინერები, ბრეკეტები, გასასწორებლად, გადაადგილება, გაცილებით მასშტაბური სამუშაოები, ვიდრე ერთი იმპლანტის ჩასმა. ანუ გამოდის, რომ იმპლანტაცია ორთოდონტური მკურნალობის თემასთან შერწყმულია და აქ ვერ იტყვი, რომ ან ჯერ ეს უნდა გააკეთო, მერე ეს უნდა გააკეთო, ეს კომბინირებული მიმართულებაა, ხო? რას გულისხმობთ? აი იმპლანტი მჭირდება მე და ორთოდონტური მკურნალობაც მჭირდება, ხო? ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა დაგეგმოს ორთოდონტმა. პირველ რიგში. ორთოდონტი აფასებს მდგომარეობას და მერე ხო, ანუ ზოგჯერ ხდება, რომ ისეთი კბილი გვაკლია, შეიძლება ჩვენ ორთოდონტიული გადაადგილებით, ანუ კბილების გადაადგილებით საერთოდ დავხუროთ. სიცარიელი აღმოჩნდა, აღარ დავხუროთ ის ადგილი, ხო? ან პირიქით ჩვენ გვჭირდება კიდე სხვა ტიპის გადაადგილებები და მე თუ მკურნალობის დააწყებამდე ქირურგი იმპლანტს ჩამისვავს, მე ამ გადაადგილებებს ვერ შევძლებ, როგორც ორთოდონტი. ასე რომ ესე იგი ორთოდონტიული მკურნალობა უნდა მივიდეს ფინიშისკენ ან დასრულდეს იმისთვის, რომ მე მოხდეს იმპლანტის ჩასმა. გავიგებ. კარგი, კлау სარეკლამო ჭრა გვაქვს, წყალი მთის, შესანიშნავი წყალი, შენ გისხია, მე დავისხამ, ბრომატის გარეშე გაზირებული და რაც თავარია ჯანსაღი მინერალებით სავსე. აქვე შევახსენებ მაყურებელს, რომ პოდკასტის სპონსორია აჰავა, მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული სახისა და სხეულის და მათ შორის თმის მოვლის საშუალებები ქალბატონებისა და მამაკაცებისათვის. აჰავას პროდუქცია მოწოდებული და რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ, აი, ეგეთი გვაქვს აჰავა. რა არის ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ადამიანები უშვებენ ღიმილის ესთეტიკის შეცვლისას? ანუ მე მინდა სხვანაირი ღიმილი მქონდეს, გავექანე, რაღაცა ვიჩქარე, არასწორი გადაწყვეტილება მივიღე, ექიმზე ბოდიში და ვიძალადე, ხო, რაღაც ეს მინდა, ჩქარა მინდა. აი რა არის რაც გაუაზრებლად თუ გააზრებულად ყავართ საბოლოო ჯამში არასასრულო შეგებები. აი უნდა როდესაც თქვენ კომპლექსურად ფიქრობთ თქვენი პირისხრის რეაბილიტაციას, მნიშვნელოვანია რომ ისეთ ექიმთან დაგეგმოს, რომელიც ფლობს ორთოდონტიასაც, ორთოპედიასაც და კომპლექსურად დააგეგმარებს თქვენ მკურნალობას, იმიტომ რომ როგორც წეხავ თქვი, ზოგჯერ ორთოპედიული ვინირებით მოდიან, ანუ არ დაუჯერებენ ექიმს, არ გაისწორებენ კბილებს, გაიკეთებენ ვინირებას და აღმოჩნდება რომ მაინც არ მოსწონთ მათი სახის ესთეტიკა, იმიტომ რომ მისი კბილები ძალიან წინ არის გამოწეული. ვინირება ამას ვერ დააკორექტირებს, ხო? და მერე უნდათ უკვე ორთოდონტიული მკურნალობის ჩატარება. მერე ძალიან რთულია. შესაძლებელია, მაგრამ რთულია. ისე მივდივართ იქამდე, როგორც ყოველთვის მედიცინაში პური უნდა აწყოს მეპურემ, ხო? ანუ გუნდი უნდა იყოს შემდგარი იმისთვის, რომ როცა მიდის ადამიანი, იქ დახვდეს ყველა მიმართულების სპეციალისტი, რათა შედეგი ჯამურად იყოს ოპტიმალური, ხო? ხელოვნური კბილები, ეს კერამიკა, ცირკონ კერამიკა, ასე შემდეგ და ასე. ეს იგივენაირად ზიანდება, მაგალითად ყავით, თამბაქოთი და ასე გარემო ფაქტორები იღებება, ნუ არა, ის მამათ აქვს საკმაოდ ეს არის კერამიკა, რომელსაც აქვს ძალიან გლუვი ზედაპირი და საკვები პიგმენტების ფიქსირება, მათზე ფაქტიურად არ ხდება. თუმცა ნადები ჩდება, იგივენაირად ჭირდება კბილების წმენდა, მაგრამ თვითონ ფერის შეცვლა არ ხდება ესეთი კბილების. კარგია, დაცულია, ანუ გარემო ფაქტორებისგან მეტაკლებად. შეხების თვალსაზრისით, კარგი. კბილის ხეხვისას, ჰიგიენური პროცედურის წარმოებისას, თუ ჩვენ გვაქვს ქრონიკულად მიმდინარე სისხლიანი გამონადენი, მიუხედავად იმისა, რომ ჯაგრისი რბილია შერჩეული, მოძრაობები თითქოს და ვისწავლებ კითხეს და ექიმმა მასწავლა როგორ გამოძრაო და მაქვს სისხლიანი გამონადენი. რისი მანიშნებელი შეიძლება იყოს ეს და უნდა წავიდე თუ არა სასწრაფოდ ექიმთან. თუ არ მივაქციე ყურადღება, იმიტომ რომ ხანდახან ხეხვისას სისხლი უნდა მოდიოდეს. ერთჯერადად თუ მოხდება, ეხლა შეიძლება ტრავმირება მოხდეს ლოკალურად ერთი კონკრეტული ხრწილის გამოხეხვის დროს, მაშინ არ აუშავს, მაგრამ თუ პაციენტი ამჩნევს, რომ ქრონიკულად არის სისხლდენა, და აუცილებლად უნდა მიმართოს პაროდონტოლოგს. პაროდონტოლოგი ეს არის ადამიანი, რომელიც დაკავებულია ჩვენი ხრწილების ჯანმრთელობით. მან უნდა შეაფასოს. ეს არის ნიშანი იმისა, რომ თქვენ ხრწილებს აქვს უკვე დაწყებულია ანთებითი პროცესი და აქვს პრობლემა. რამაც დროთა განმავლობაში მთლიანად შეიძლება გამოიწვიოს კბილების ძვლის განლევაც, კბილების დაკარგვაც, ამიტომ საწყის ეტაპზევე უნდა მიმართონ პაროდონტოლოგს. კარგი, ფლოსი. ანუ კბილთა შორის
ჟანგბადორის სივრცის დამამუშავებელი საშუალებები. ეს არის ზოგან პლასტმასის ჭხირებია, ხან ძაფია, ხან რაღაცა ბუსუსებიანი ჭხირებია, მილიონარი რამე იყიდება საფრთხო დახში. რამდენად მნიშვნელოვანი ან ირიგატორები წყლის ჭავლით, ხო? რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურ პრაქტიკაში, თუნდაც დილას საღამოს ან საღამოობით ამ სივრცეების დამუშავება. მარტო ხეხვა ყოფნის კბილს დაცვისათვის. არა, არ ყოფნის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საკონტაქტო ზედაპირებს ჩვეულებრივი ჯაგრისით გამოხეხვის დროს ჩვენ ვერ უწვდებით, ხო? აქ აუცილებლად უკვე ეს კბილის ძაფია, სპეციალური ძაფია საჭირო იმისთვის, რომ დავამუშავოთ კბილთაშორისი კონტაქტები. პროცენტულობით საკონტაქტო კარიესი არის ყველაზე ხშირად განვითარებული, იმიტომ რომ ის პროცესი მიდის ქრონიკულად, შეუმჩნევლად გარე ზედაპირზე არ ჩანს და ხშირად ცოტა მოგვიანებით აღმოაჩენენ ხოლმე ექიმები. ამიტომ ამ დამატებით ჰიგიენურ საშუალებებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. განსაკუთრებით თუ თქვენ გაქვთ ხელოვნური კონსტრუქციები, ეს არის იმპლანტები, ბრეკეტები, ნებისმიერი რამ, ამ დროს პირისყროს კიდევ უფრო მეტი მოვლა ჭირდება. ფანტასტიკური საშუალებაა ირიგატორი, განსაკუთრებით ჩვენთვის ორთოდონტებისთვის. ირიგატორი მე პრაქტიკაში გამომიყენებია და გიდასტურებ რომ ტექნოლოგიურადაც, სიმარტივითაც და პრაქტიკულობითაც გარდა იმისა, რომ საჭიროა სასიამოვნოც არის საკმაოდ ამ პროცედურის წარმოება და შემდგომ სიამოვნებს ადამიანს სუბტაპეჭრო, ხო? ნინო, რა ეტაპებს გაივლის მაგალითად ადამიანი, როცა მოვა შენთან კლინიკაში, ხო? აი მე გადავწყვიტე, მივხედო ჩემ პირის ზღრუს, დაუშვათ, არ ვიცი მე ვინ ირება მჭირდება, არ მჭირდება იმპლანტი მინდა, კარიესი მაქვს, რაღაცა მაქვს. აზრზე არ ვარ, უბრალოდ გამიჩნდა დრო, სურვილი, საშუალება, რომ მოდი ეხლა დრო არის, რომ მივემგზავრები საზღვარგარეთ 6 თვით სამოგზავროთ, მივხედო მოდი ჩემ პირის ზღრუს. მოვედი თქვენთან კლინიკაში, ან დღევანდელი მედიცინა რას ანუ გავაკეთოთ პირის ზღრუს ჩეკაპი. ხო, აი რა ეტაპებს გავდივართ იმისთვის, რომ თქვა მივიღო, მე მითხრა რომ წადი ეხლა კოტე გაფრინდი, სადაც გინდა მიდი მოგზაურე. პირველ რიგში უნდა მოხდეთ, გაჩნია რა გვინდა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად გეტყვი ახლა ჩემ თავზე, მაგ კარიესი ვიცი, იქ რაღაცა ჩამომტრეულია კბილის კიდე, იქ რაღაცა ხანდახან ცივზე და ცხელზე წამკრავს ხოლმე, აი ესე და თან მინდა რომ ზოგადად ესთეტიკასაც მივხედოთ. ამ შემთხვევაში უნდა მივმართოთ ან ორთოდონტს და ეს ჩვენთან ესეთი ადამიანები ძირითადად არიან ორთოდონტები, ან ორთოპედები. ორთოდონტები და ორთოპედები თავისი განათლებით უფრო მასშტაბურად ხედავენ პროცესებს და ისინი უკვე აგეგმარებენ პაციენტის შემდეგ ეტაპებს. ეს არის თერაპია, ქირურგია, პაროდონტოლოგია, ორთოდონტია, ორთოპედია თუ რა არის საჭირო. ჩვენთან მოდიან პაციენტები, ვინც უბრალოდ არ იციან რა გააკეთონ და აი როგორ მივხედო პირის ზღრუს. ასეთ პაციენტებს ვასწავლეთ სწორად ჰიგიენასაც, ვუგეგმავთ, ესთეტიკად შეიძლება შევუცვალოთ, თუ პაციენტს ამის სურვილი აქვს. და თან რაც მთავარია, შეიძლება ეტაპობრივად გაკეთდეს. არა უცბად, უბრალოდ პაციენტმა იცის, აქვს თავისი მკურნალობის გეგმა, იცის რა აქვს გასაკეთებელი და ნელ-ნელა ეტაპობრივად მიყვება ამ პროცესს. მადლობა. ჩვენ გვაქვს ეგეთი რუბრიკა მითები და რეალობა. უცებ გავიაროთ, არ დაიხსენე. კარგი. მითია თუ რეალობა, რომ ბრეკეტები თავად აზიანებენ კბილებს, მინანქრის ზედაპირს აზიანებენ და იწვევენ კარიესს. არა, მითია რა თქმა უნდა. მოდით ვიტყვი რატო ეს მითი, კბილებს არ აზიანებს ბრეკეტები, კბილებს აზიანებს არასათანადო ჰიგიენა. ანუ პროცესი არ აზიანებს, უბრალოდ ჰიგიენის თუ არ დავიცავ, მაშინ კბილებზე ხომ ბრეკეტები თავსდება. ანუ ჩვენ ვზრდით მექანიკურ არსენალს პირის ზღრუში, სადაც ბაქტერიები უფრო თავისუფლად გროვდება. და ის თუ ქრონიკულად არ გამოწმინდა პაციენტმა, ამ შემთხვევაში ზუსტად ამ ნადების ქვეშ ვითარდება კარიესი. განსაკუთრებით გვიჭირს ხოლმე თინეიჯერებში და გვაქვს დიდი ამბები ამასთან დაკავშირებით. მესმის. კარგი, წავედით შემდეგი. მითია თუ რეალობა, რომ ორთოდონტური მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ყველა სიბრძნის კბილის ამოღება, მაშინაც თუ ისინი ჯერ არ ამოჭრილა. ზოგჯერ გვჭირდება. ზოგჯერ გვიშლის ჩანასახში და არა ყოველთვის რა თქმა უნდა. ანუ ჩანასახშივე ამოღებაც არის ხოლმე ხანდახან საჭიროა მოდი დავყო. ხშირად არის აუცილებელი ჩანასახშივე ამოღება. თუ მშობლებს ჰქონდათ ცუდი კბილები. შვილსაც აუცილებლად იგივე პრობლემა ექნება? მითია თუ რეალობა? გენეტიკურ განწყობას რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ თანამედროვე სტომატოლოგია, ტექნოლოგიების განვითარება, ჰიგიენური საშუალებების განვითარება იძლევა იმის საშუალებას, რომ ბავშვს არ განუვითარდეს იგივე პრობლემები, როგორც
მშობელს. თავარია მშობელმა თადარიგი დაიჭიროს. ანუ ჭეშმარიტებაა, მაგრამ მართვადი. მართვადი, ჩვენ უნდა ვმართოთ. იმპლანტი ხელოვნურია, მას კარიესი არ გაუჩნდება და განსაკუთრებული მოვლა არ ჭირდება. მითია თუ რეალობა, რომ იმპლანტს მოვლა არ ჭირდება? პირიქით, იმპლანტს გაცილებით მეტი მოვლა ჭირდება, ვიდრე საკუთარ კბილს, ასე რომ ის რო ჩავისვით იმპლანტი და ყველაფერი კარგად არის, ესე არ არის. კარგი, მითია თუ რეალობა, ნინო, რომ ბრეკეტების მოხსნის შემდეგ კბილები მთელი ცხოვრება იდეალურად სწორად დარჩება და დამატებითი ფიქსაციები არასოდეს აღარ დასჭირდება. სამწუხაროდ ეს მითია, იმიტომ რომ ჩვენ ვიცვლებით. იმიტომ რომ ნებისმიერი ორთოდონტიული მკურნალობის დროს იმ შედეგს ჭირდება შენარჩუნება. ბავშვებში ეს პროცესი უფრო ხანმოკლეა და დიდებში კოდე წარმოიდგინეთ, რომ გჭირდება მთელი ცხოვრება ზედამხედველობა და რაღაცა აპარატების ღამე ტარება იმისთვის, რომ ეს გასწორებული კბილები შევინარჩუნოთ. მიღებულია. მითია თუ რეალობა, რომ პროფესიული გათეთრება სამუდამოდ აზიანებს მინანქარს და კბილები უფრო მგზნობიარე ხდება. არა, რა თქმა უნდა, მითია სწორად შერჩეული მათეთრებელი სისტემები საერთოდ არ აზიანებს კბილებს, აზიანებს ეს რაღაცა თვითნებურად შერჩეული გამოწერილი პროდუქცია, რომელსაც მაღალი პროცენტულობით აქვს ის ნივთიერები, რამაც შეიძლება დააზიანოს. აი გამოწერილი პროდუქცია კარგად ახსენე შენი ხარ რა, თორე ბევრი ამითი თავს იზიანებს, წარმოდგენა არ აქვს, რას ისმევენ, როგორ იკეთებენ და შედეგები გრძნობელობა და მართლა ეწყებათ გარკვეული ტიპის პრობლემები, რომელსაც შემდეგ მიხედვა სჭირდება. კარგი, ასეთი კითხვა მითია თუ რეალობა, რომ არასწორმა თანკბილვამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, ხერხემლის პრობლემები ან სახის ასიმეტრია. კი, ეს რეალობაა, მითი არ არის, სამწუხაროდ ესეა. თანკბილვას ძალიან ბევრი პრობლემის ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და მადლობა კიდევ ერთხელ. სარძევე კბილებს მკურნალობა არ ჭირდება, მაინც მოიცვლება, მითია თუ რეალობა? ეს მითია, რა თქმა უნდა, სარძევე კბილებს იგივენარად ჭირდება მიხედვა როგორც მუდმივ კბილებს. სარძევებს კიდევ უფრო დიდი მისია აქვთ, ისინი ინახავენ ადგილს მუდმივი კბილებისთვის და ნაადრევად მათი დაკარგვა ძალიან დიდ პრობლემებთან მიყავს ჩვენი პატარა პაციენტები, ასე რომ ეცადეთ მოუაროთ თქვენ სარძევე კბილს. მიუხედავად ეს სარძევე კბილია თუ მუდმივი. კარგი, მითია თუ რეალობა, რომ ელექტროჯაგრისი ბევრად უკეთესია, მეც მქონდა თავში ეგეთი აზრები ვიყენებდი ამას, მე მომბეს და ვიდრე ჩვეულებრივი და ის თავად აკეთებს მთელ საქმეს. არა, რა თქმა უნდა, ელექტროჯაგრისის მითია ეს, რა თქმა უნდა, ელექტროჯაგრისაც სჭირდება ცოდნა, გამოყენება და თუ პაციენტი ამ ტექნიკებს არასწორად ასრულებს, სასურველო შედეგს ვერ მივიღებს. დატერმა ჭირდება კიდე. ნუ მინიმუმ დატერმა. ძალიან დიდი მადლობა ნინო ბერიძე იყო დღეს პოდკასტის სტუმარი. სასიამოვნოა შენთან საუბარი, პროფესიონალიზმი, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის იგრძნობა და მაყურებლისთვისაც მე მგონი კაი რაღაცეები ყოველ შემთხვევაში თუ იცოდნენ შევახსენეთ, თუ არ იცოდნენ მივეცით გარკვეული რეკომენდაციები. წარმატებები დინო შენ და შენს გუნდს. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მადლობა. ეპიზოდის პარტნიორია წყალი მთის